დღეს იხსნება ლატვიის დღეები, სახელწოდებით აღმოაჩინე ლატვია. გაიმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. ერთი დღეს შევზარეული ლატვიიდან გვთავაზობს ძალიან საინტერესო მასტერკლასს, უკვე ხვალ გაიმართება მოდების ჩვენება, ასევე იქნება ძალიან დიდი ვიზიტები და დელეგაციები ეწვევა საქართველოს ლატვიიდან, ლატვიის პრეზიდენტი და ბიზნეს დელეგაცია, ასევე დაგეგმილია აღმოაჩინე ლატვიას ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობები, მაგალითად საგანმანათლებლო რგვალი მაგი და შეხვედრა ლატვიელი და ქართველი მეცნიერების და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. ლატვიასთან და საქართველოს ძალიან ესეთი მჭიდრო ურთიერთობის დასაწყისია ფაქტობრივად დღევანდელი დღე, რადგან კულინარიით ვიწყებთ და სამზარეულოთი ლატვიის გაცნობას და შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ 24-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, ასევე იქნება სხვადასხვა ტიპის სუპერმარკეტებში და მაღაზიებში ესეთი ტიპის ლოგო აღმოაჩინე ლატვია, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველოში ლატვიური პროდუქტები იყიდება და მოხმარებელმა დააგემოვნოს ლატვიური პროდუქტები. Конечно, инициатива это совместная, когда Латвия готова себя показать, и Грузия готова на нас посмотреть. И, конечно, это очень содействовал тоже официальный визит нашего президента в Грузию. Он приезжает, визит состоится 26-27 ноября. И, конечно, вокруг такого знаменательного события можно и делать и другие мероприятия, которые может обратить внимание Грузии, внимание на нашу страну. Сегодня вообще глобально это латвийские дни в Тбилиси. Конкретно у нас сегодня печень трески, сыр из говяжьего молока, перепелиные яйца, сельдерей, маринованный лук, редис и майонез, в том числе и конопля. Это первый стартер будет. Потом будет сырный суп с килькой. Первое основное блюдо будет судак, потом будет лось и уже десерт с черный хлеб, суп из черного хлеба и лаймского шоколада.